რისი გეშინია? პირველ კურსელი ვარ და ცოტა დაბნეული ვარ, ამდენმა სიახლემ შემაშინა ცოტა. მესმის პირველად უნივერსიტეტ შელბა საშში იყოს, ამიტომ ჩემთან ერთად აძლია სტრესს და მოიგე 50 ლარი და 3 ყუთი ბარემის შოკოლადის ბატონი. და იქ როგორ? მაგას ნახო. თამო? ახლა საქართველოს უნივერსიტეტში ვარ, სადაც შემდეგი 4 წლის გატარება და უამრავი ახალი ადამიანის გაცნობა მოგიწევს. პირველი ჩელენჯიც სწორედ ამ გამოწვევის შესახებაა. შენ 22 high five უნდა დააგროვო. მოსულა? მოსულა. და ბარემ აი ეს მოწყობილობა დაიმაგრე. ავე დავიწყო. პირველი ჩელენჯის წარმატებით შესრულებისათვის აი ეს 1 ყუთი ბარემის შოკოლადი შენ. შემდეგი დავალება უნივერსიტეტში ნავიგაციაა. შენ ჯერ კაფეტერია უნდა იპოვო, შემდეგ კი 10 ლარით 3 კერძი უნდა შეიძინო. მეც იგივეს გავაკეთებ და გაიმარჯვებ. წინის ვისი კერძების საერთო საბასურიც 10 ლართან ყველაზე ახლოს იქნება. ეხლა დაიხუჭა. კაფეტერია საითარე? მოცა, უბედი წარმატებით აღმობიჩემი. ახლა ჩემზე კარგად მაგართო, რომელი 3 კერძი მოგივა 10 ლარი. ოკეი. ავეთც. ციციბურას ავიღებდი. ციციბურა არ მიყვარს. ახლა უკვე შეგვიძლია დავითო. აბა ნახე რამდენი გამოგივიდა. მე გამომივიდა 7 და 89. 7 და 20. მოვიგე? ვაი, მანაც მიხარია. იმიტომ წარმატებით დაძლია მეორე ჩელენჯი. ამ ჩელენჯის წარმატებით შესრულებისათვის აი ეს ბარემი შენ. ახლა კიდე მესამე ჩელენჯის შესრულების ვარ. ეს ახალი გამოწვევა საუნივერსიტეტო ტერმინების დამახსოვრებაზეა. აი ეს არის თქვა, რომელიც შენ ყოველდღიურ ლექსიკონის ნაწილად იქცევა. შენ ერთ წუთი გაგსურვ, რომ ეს ყველაფერი დაიმახსოვრე. ეს წუთი გავიდა. შენ 22 წამი გაქვს, რომ ამ სიტყვებიდან 5 სხვა გამოიცნო. დათქარ? საერთოდ. მაშინ წამზომი ჩაირ. კურსის სრული გეგმა, სადაც მოცემულია თესლიანი. სწორია. სტუდენტები მუდმივად ითვლიან დრას. კრედიტი. სწორია. სემესტრის შუაში ჩანიშული დიდი გამოცდა. შუალედური. სწორია. აკადემიური მოსწრების საშუალო. TBA. სწორია. და მათ დახმარებით სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერ სხვა საგანი ფაქტობრივად კი თავისუფალი კრედიტი? სწორია. ბრავო. დილოცო შენ უნივერსიტეტის პირველ დღეს შეძელი და გაიცანე 22 სტუდენტი, იპოვე კაფეტერია და დაიმახსოვრე საუნივერსიტეტო ტერმინები. აი ეს ბარემის 5 და 50 ლარი შევიდა. თული უნივერსიტეტის პირველ დღე? აუ არა, პირიქით გავერთარ. სწორია. შენი კომენტარებში დაგვიწერე, რომელ გამოწვევას დავუმკლავდეთ შემდეგში შენთან ერთად.